მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი ვიდეო. დღეს შევეცდებით რომ უმაგრესი ვიდეო გადავიღოთ მოკლედ და ძალიან მარტივად უკვე გადავალთ საუკეთესო კომენტარებზე, რომლებიც ამოვარჩიეთ და მაგის მერე უკვე მოვიფიქრებთ თუ რა უნდა გავაკეთოთ დღევანდელ ვიდეოში. მეც მოგესალმებით მეგობრებო და ახლა მოდით წავიკითხოთ ტოპ 3 კომენტარი. პირველი კომენტარი. როგორ გავხართ ერთმანეთს? თქვენ არხზე კარგი არხი არ არსებობს. დების სიყვარულზე და ოჯახის სიყვარულზე კარგი არაფერია. გიждდები თქვენზე. ლამაზები და კეთილები ხართ, მიყვარხართ. მართალია ვეთანხმები რომ დების სიყვარულზე და ოჯახის სიყვარულზე კარგი არაფერია და აუცილებლად უნდა გვიყვარდეს და დავაფასოთ ჩვენი დები, ჩვენი ძმები და ჩვენი ოჯახის წევრები. კარგი, მეორე კომენტარს მან წაიკითხავს. კი ბატონო, ძალიან მიყვარხართ. მარტო თქვენ გიყურებთ YouTube-ზე. მარიმ დაგვიწერა ეს კომენტარი. ისე მიყვარხართ რომ მამის დედის ჩემს დაქალებს, დის დაქალებსაც კი გამოაწერინე თქვენი არხიო და მიყვარხართ, გისურვებთ წარმატებსო. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია ასეთი გამომწერები რო ყავს. ანუ გამომწერები, რომლებსაც მართლა მთელი გულით ვუყვარვართ. ეს მართლა ძალიან დიდი мотиваცია. მართლა თან თასმას შეიკრავს და ეხა მესამე მთავარ კომენტარს წავიკითხავ. ქეთიმ დაგვიწერა ეს კომენტარი და ეხლა ვნახოთ რა დაგვიწერა. მანა და მართა გული. ასეთი ლამაზი გოგოები პირველად ნახე ისე მიყვარხართ რომ რა ვიცი, ისე მინდა რომ გინახულოთ. მაგრამ სოფელში ვცხოვრობ, ბორჯომის რაიონის სოფელ საკილე. ძალიან მიყვარხართ მანა და მართა. ერთხელ გელასთან ერთად გადაიღეთ. გელას არ შეუძლია არას თქმა, ძალიან მიყვარხართ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ ხელა სითბოსთვის და მივესალმები ყველას, ვინც ბორჯომიდან გვიყურებს. ჩვენ რუსთაველები ვართ კიდევ ერთხელ ვინც არიცით. ძალიან მაგარი იდეა ეს რომ გელას არ შეეძლოს არას თქმა, წარმოიდგინე. უბრალოდ წარმოიდგინე. რა სახალისო ვიდეო გამოვა. თან შეცდქვი ჩემზე კი. თანაც გადავიღეთ ვიდეო, სადაც მანამ მითხრა მე კი, მე უთხარი მანანას კი და გელა დარჩა, ხო? ხო, და გელა დარჩა. კაი, მოდი ახლა მე დავურეკავ და ვნახოთ რას გვეტყვის. რას აკეთებ, როგორ ხარ? აჰა. იცი რა არის, ერთი იდეა გვაქვს მე და მართას, ეხა ვიდეოს ვიღებდით და შეგიძლია რომ ჩვენთან ერთად ვიდეო გადაიღო, გცალია? არ მცალია, რაღაცა საკეთე. და ძალიან რო გთხოვოთ? კაი, ერთი წამი გთხოვ რა, შეხვეწე მიდი. აუ გელა, ძალიან გთხოვ რა. ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა და ხო იცი, ცოტა ხანი დაგჭირდება და გთხოვ რა ძალიან. რასაც გინდა, მე იმას აგისრულებ უთხარი? და მე რასაც გინდა, იმას აგისრულებთ. მართლა? აუ რა მაგარია. კიო. კაი, მაშინ გაემზადე და ჩვენ საყვარელ პარკში მოდი, ხო იცი სადაცაა და ხო. კაი, მიდი, კარგად. კიო. Yes. ძალიან მაგარი ვიდეო გამოვა. იმედია მალე მოვა, გელა და დავიწყებთ უმაგრესი ვიდეოს გადაღებას. მაგამდე კი დავფიქრდეთ რა გავაკეთოთ, ანუ რა უნდა ვუთხრათ. სიმართლე გითხრათ, გაგვიკვირდა გელა რომ დაგთანხმდა და დავიწყეთ ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა მოგვეფიქრებინა ისეთი, რომ მთელი დღე ძალიან ხალისიანად გაგვეტარებინა. ბევრი ველოდეთ, რადგან გელა ყოველთვის აგვიანებს და აი როგორც იქნა გამოჩნდა. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობათ გოგოების გამომწერებო. ჩვენ და ჩვენმა გამომწერებმა ესე გავწყვიტეთ რომ კარგი იქნებოდა რომ შენთან ერთადაც გადაგვიღო ვიდეო. ამიტომაც ახლა მართას უკვე მოფიქრებული აქვს ყველაფერი და მოკლედ მართა დაიწყებს და იცის რა. გელა დღეს მთელი დღე შენ უნდა გვითხრა მე და მანანას კი. რატო? იმიტომ რომ ჩვენს გამომწერება გთხოვეს. და თანაც ტრადიცია არის, მეც გადავიღე, მანანაც გადაიღო, ახლა კიდე მახსოვს ეგ ვიდეო. ანუ გვეთანხმები რომ ეს ვიდეო გადაიღო ჩვენთან ერთად? თანახმოვარ, კი. კარგი, პირველი დავალება არის ის, რომ აი ეს თათის ქუში მთელი დღე უნდა გეჭიროს. შეგიძლია ხანდახან არ მოიღო კიდეც, როცა მიგეტყვი, მაგრამ ესე უნდა გეჭიროს და მოგწონს რა. ჯიბეშთან უნდა ჩაიდრო რომ თათის ქუში. ზენ? მე კიდე ესეთი მაქვს, აი.
ანუ ეს უნდა მეჭიროს მთელი დღე ხელში. ისე სხვაში ჩემი დაკვირვებით უფროსებს ეგ თაცქვეშე მოსწონთ. ჯერ კი ამობენ, აი ეს რა არის? ვაი ეს რა არის? კაცო ეს რა არის? რა დებილობაა და უფროს თამაშობენ. არ არის ქვიში. კლარწია, უბრალოდ ცოტა შემდგარი რა, ფორმაში შესული კლარწი. არ იშლება რა. მეგობრებო, ერთი კი უკვე შეასრულა გელამ, ეხლა კი მეორე კი. მოკლედ, მაქვს ესეთი ძალიან საყვარელი ბლოკნოტის ქვიში, რომელიც არის მთლიანად სტიკერებით გავსებული. მომეცი ეხლა შენი ტელეფონი. აი, ამ ტელეფონს უნდა დავაკრა ეხლა ძალიან ბევრი სტიკერები, რადგან რაღაც შავი არის და რა გავალამაზოთ. და ერთი კვირა ეს სტიკერები უნდა ეკრას. ამ ტელეფონს. არა, ერთი კვირა ძამე. ერთი აი, კვირა. სტიკერები ვნახე ჯერ. არ შეგიძლია არა თქმა, ამიტომაც აი რომელი სტიკერიც მინდა მე იმას დავღაც. აბა მანახე სტიკერი. ეს მთელი დღე ხელში უნდა მეჭირო. ხო, მთელი დღე. აი. ეხლა კიდევ ძალიან ბევრი უნდა დავაკრათ. მოკლედ, ერთსალი დავაკარი, მაგრამ რა თქმა უნდა არ გვაყოფა და მეგობრებო, გამოიწერეთ მართას და მანას არხი აუცილებლად. კი, ეგ ნამდვილია. მოკლედ, ერთი დავაკარი, ეხლა კიდევ რაღაცებს დავაკრავ და გაჩვენებთ. კაი, რატო საშინელება ეხლა? აი შეხედე შენ და შენი მეგობარი. და სხვა შორის მეგობრებო, ჩემზე 16 წლით დიდი არის. აი, პატარა მათემატიკის სავარჯიშოც მოგცა მართამ. მართა ხდება 10 წლის 22 ფებრუარს. მე ვარ მასე 16 წლით დიდი. რამდენი წლის ვარ მე? რამდენი წლის არის გელა? 8 წამში ვინც მიხვდება 10-იანს დაუწევ. დააკომენტარეთ რამდენი წლის ვარ მე. ეს დავუკარი უკვე აი, როგორი ლამაზი გამოვიდა. და წარმოგიდგენიათ ერთი კვირა, აი ესე უნდა იაროს. ბანა, ახლა ვიდეოში შემოსვლით შენ ჯერი, ამიტომაც შემოდი და რამე მოუფიქრე ამას. თანაც მე უკვე ორი გავაკეთე. აუ, ახლა მოვიდა ძალიან მაგარი აზრი. მოდი ჯერ მე დავაბარებო რამეს, მე შენ და ეგრე ძალიან კაი გამომგონი. გამეც რა თქმა უნდა გამოვჩნდი და მოვიფიქრე ძალიან საინტერესო და ოდნავ საშიში თამაში, რადგანაც მართას და გელას თვალებზე ბენდენა ავაფარე. შემდეგ ავიღე ყველაზე მჟავე კანფეტები და ორივეს გავასინჯე. წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ რა სინჯავდნენ და რეაქცია ახლა თქვენ თვითონ ნახეთ. ანუ რაღაც ამჟავე იყო და მე გატკბილდა. მართლა? ხო. კაი, მეგობრებო, მეხუთე დორი სიმჟავისა. ძალიან თავიდან არის ძალიან მჟავე. მე არის ძალიან ტკბილი და შუაში არის კიდე ძალიან მჟავე. ხო. და მე დაველოდოთ ბოლოს. რა თქმა უნდა მეც გავსინჯე და ალბათ სახეზე მეტყობა თუ რამდენად მჟავე კანფეტი შემხვდა. თუმცა შემდეგ ვაღიარე. არა, მართლა, აი ცოტა გემრიელია. თან თუ გიყვართ მჟავე რაღაცები, კაია ძალიან. აქ რო დაატრიალებ, მაგრამ ამოგივა იმ ფერის კანფეტი უნდა გასინჯო. ზოგი არის ძალიან მჟავე, ზოგი არის ნაკლებად მჟავე. აუ, ხო, მე გავხსნი, იმიტომ ეს ცი რაღაცების გახდა ძალიან მიყვარს. ჯეირანი, წავიდა. ჯეირანი. კარგად იყავი? ერთამდე. ჯეირანი. ჯეირანი. პატრიალებ პირველი, მეორე, მესამე. ახ, კარტი. მანანას ამოვიდა. ვითელი. ყვითელი. ეგანაც. სიმართლე გითხრათ, აქ ძალიან კარგად გავიაზრე, რომ საკუთარ მოტანილ თამაში მე თვითონ დავმარცხდებოდი, მაგრამ არა უშავს. ის ვიცი, რომ ყოველთვის ყველა თამაში ვერ გავიმარჯვებ და ეს ნორმალურია. ეს ბევრად უარესია, ვიდრე წინა იყო. დაუტრიალო? yes. ოუ, აი ეს ამოგივიდა შენ. ჩვენებიდი. გონი გელას კანფეტი კიდევ უფრო მჟავე აღმოჩნდა და აქ ნამდვილად ინანა გელამ რომ ამ ჩელენჯს დათანხმდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ახლა კი მთავარი, მართას ჯერია, რომელსაც ძალიან უყვარს ასეთი ჩელენჯები და ძალიან უყვარს მჟავე კანფეტები. მაგრამ როგორც ხედავთ, მისთვისაც ოდნავ რთული აღმოჩნდა ამ კონკრეტული კანფეტების დაგემოვნება. მეტიც, ბოლომდე ვერ შეჭამა და გადააგდო. ეხლა ერთდროულად 3 გავსინჯოთ და მიმიკა არ უნდა შეგვეცვალოთ. ვისაც მიმიკა შეეცვლება, ესე იგი წაგებულია და ოღონდ ერთმანეთსაც არ უყურებთ, კამერაში ვიყურებთ ყველა და მერე უკვე რო ვნახავთ, მერე გამოვავლინოთ სამის გამარჯვება. ახლა გავსინჯავთ და სახე არც ერთს არ უნდა შეგვეცვალოს რა. მივხვდით რომ მართლა ძალიან ცუდი გემო აქვს. კამერაში ვიყურებით, სახე არ გვეცვლება, ვისაც შეეცვლება ის აგებს. 1, 2, 3 და კამერაში ვიყურებთ. ნამდვილად არ მეგონა რომ პირველი მე გავარდებოდი, მაგრამ როგორც კი გავსინჯე, კანფეტი იმდენად მწარი აღმოჩნდა, რომ თავი ვერ შევიკავე. ეს რა არის?
არა მართა მოიგო მგონი, იმიტომ რომ და მანას ეგრევე სიცილია გვიწყდა რომ გავშიგეთ და ხო ეს მწარე იყო, თან ტკბილი იყო. მე მწარე ძალიან მიყვარს. მეგობრებო, არ გიგონოთ რომ ვიდეოს გამო გავსინჯეთ და მე გადავყარეთ ბოლომდე ვჭამ. მე მომწონს. ან მე ტკბილდება და მართლა. მოკლედ გერა მე-5 წლის დროა და მოგყვები შენს სამ საიდუმლოს, რომლებიც ბავშვობაში გქონდა. კი, რატომ არ მოგიყვებით? აი, მინდა მოგეყავით. დავფიქრდეთ. ხო, პირველ, მეორე, მესამე კლასში რო ვიყავი, თან ძალიან კარგად მახსოვს. დღიურები გქონდა ხოლმე. ორიანს რუიანად რან მარტივად ვაკეთებდი ხოლმე, სამიანსაც რუიანად ძალიან მარტივად ვაკეთებდი, ან ნიშნებს ვაკეთებდი ძალიან. მაგრამ მე დედა ხვდებოდა ხოლმე მაინც. ხო, რო გაკეთებდი. მაგრამ ხანდახან ვერ ხვდებოდა, ხო? არა, ან დღიურები გქონდა, როგორ იცი, მართა აი ჩემი იყო ის მარტო და იმ დღიურებში ნიშნებდა ხოლმე მასწავლებელი. ეხა აღარა ეგ დღიურები და ბავშვებო ვერ იზამთ ეგეთ რაღაც. ელექტრონული ისინი რაღაცე. მეორე საიდუმლო არის, რომ ყულაბა გქონდა სახში და მანას გქონდა ყულაბა, დედასაც გქონდა ყულაბა, მამასაც გქონდა ყულაბა. ამ ჩემ გარდა მგონი ყველას გქონდა ხოლმე ყულაბა რა. და ვიღებდი ხოლმე იქიდან ფულს დანით ძალიან მარტივად. ხო, ჩემი პირველი შატალო როგორი იყო, მაგას მოვყვები, თან მახსოვს. ამ ძას სახალი სოა, იმიტომ რომ ვაფშე ვერ გავიაზრეთ საერთოდ შატალოზე ვიყავით თუ სად ვიყავით, ამ პირველ კლასში ვიყავით მე და ჩემი ორი მეგობარი, 5 წლის ვიყავი, მაშინ 5 წლის შემიყვანეს სკოლაში და ანუ ფიზრა გქონდა მგონი ეზოში ვიყავით და უცება სპორტი ხო ფიზრა იყო მაშინ. ამ სპორტის გაკვეთილი გქონდა აშკარად, იმიტომ რომ ეზოში ვიყავით და ეს ხო პირველი დღეები სკოლის და ჩემი მეგობრებს თქვა რა წავიდეთ სახში თქვა და ძალიან მარტივად წამოვედით რა სკოლიდან. ფეხით გადმოვედით ხიდზე. ამერე ხიდზე აგვიყვანეს უკვე ვიზა ჩემო და შემდეგი და მე ვერ ხვდები. ოღონდ მართლა ვერ ხვდებოდი რომ შატალოზე ან რაღაცა და ვიზა ჩემო დამიჭირა, მიმიყვანა სახში და ეგრევე ჟიუვერნი მაინრიდი გაძლიერებულად ვიკითხე ერთი რავი 2 თვე ან 3 თვე წიგნიდან დავიარა მომი. მოკლედ გელა 5 წელი უკვე შეასრულე და ეხლა უნდა წავიდეთ მაკდონალდში, რათა იყიდო ჰეპი მილი. ეგ უნდა იყიდო ჰეპი მილი და დაჯდებ ძალიან პატარების ატრაქციონზე. და მანდი ჭამო. ეს ჰეპი მილი. აი, უკვე შეილენჯია მეგობრებო. Let's go. მაგრამ სხვადასხვა მეგობრებო, ხო იცით რომ მეშიდა და ბატლის ახლა მე უნდა დავჯდე მარტო ვატლზე, ოღონდ ჩემირებით. მე მინდა. ჩელენჯის ეს ნაწილი მე და მართას ყველაზე მეტად მოგვეწონა. გავეშურეთ მაკდონალდსისკენ, სადაც გელამ ჰეპი მილი აიღო და წავედით ატრაქციონებზე. ეს ადგილი სამივეს ძალიან გვიყვარს. მე და გელამ მთელი ბავშვობა გავატარეთ, ხოლო მართა ძალიან ხშირად დაყვავს. შეიძლება დისნეილენდს ვერ შეედრება, სულ რაღაც 10-ოდე ატრაქციონია, მაგრამ ჩვენთვის ის ადგილია, სადაც მართლა ბედნიერები ვართ. საერთოდაც ვფიქრობთ, რომ ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი, რომ ძალიან ბევრი რაღაც გქონდეს. მთავარი არის ის, რომ დავაფასოთ ის, რაც გვაქვს და შევძლოთ, რომ ვიყოთ ბედნიერები დღეს. როგორც ხედავთ, მოვედით მეგობრებო, აქ უამრავი ბავშვია და ესეთი რაღაც მოვიფიქრე რა. გელა, შენ დაждები ატრაქციონზე, მატლზე კონკრეტულად, რომელიც არ ყავს 2 წრეს და ამ 2 წრის განმავლობაში უნდა მოასწრო და ჰეპი მილის მენიუ ბოლომდე უნდა შეჭამო. მეგობრებო, დავსხედით და უნდა მოვასწრო 2 წრეში, მგონი 3 წუთის განმავლობაში. აი ამის გახსნა, ჭამა და ჩასვლა. შეგიძლია გახსნა გელა. ვაიმე. Шево! Ракени. Მოსარი. Ობა. კი, მოასწრო. მოასწარი, აბანო. მოასწარი? კი. მოასწრო მეგობრებო. ბრავო. მოგეთ მეგობრებო, გავხსნათ საჩუქარი. აბა. პირველი ფაიმეს ვიცი მგონი რაცა ამომივიდა ერთხელ ჰეპი მილში პიკაჩუს კარტები. როგორი სიძლიერების? 180, 130, ეს ვიცი რაცა მეგობრებო. ეს არის მგონი ყველაზე მგონი. აქ ნახეთ, არის ესეთი ადგილები რა და მოყვება სტიკერები და ეს სტიკერებით უნდა შევავსოთ რა ეს ყველაფერი და ნახატი გამოვა. მოკლედ, მგონი ეს ძალიან სახალისო გამოვიდა და ჩემი ჯერია ახლა შემდეგი კი.
აბა აგვირჩევ თუ არა მე და მართას საჩუქრებს. რა თქმა უნდა რომ აგირჩევთ. წავედით. მოვედით რუსთავი მოლში, სადაც გელა ეცდება რომ აგვირჩიოს საჩუქრები. დამეთანხმებით რომ საჩუქრების არჩევა არც ისეთი მარტივია, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არც ისეთი რთულია როგორც გგონიათ. აი მაგალითად მე, როდესაც სხვა ადამიანისთვის საჩუქარს ვარჩევ ხოლმე, თვალებს დავხვიჭავ და წარმოვიდგენ, თვითონ ის ადამიანი ვარ. ვცდილობ გავიხსენო ხოლმე იმ ადამიანს რა მოსწონს, რა უყვარს, თავისუფალ დროს რას აკეთებს, რა ჰობი აქვს და ასე შემდეგ. გამოდის რომ სულ რამდენიმე წუთით ვივიწყებ თუ მე რა მომწონს და ვცდილობ ისეთი საჩუქარი ავარჩიო, რომელიც იმ ადამიანს გაუხარდება, ვისთვისაც საჩუქარს ვეძებ. თუ ასე შეარჩევთ საჩუქარს, ძალიან დიდი შანსია რომ ის ადამიანი გაახართ. ჩემი აზრით გელამაც სწორედ ამ მეთოდს მიმართ. დაფიქრდა თუ რა შეიძლებოდა მოსწონებოდა მართას და რა შეიძლებოდა მოსწონებოდა მანანას. და თუ რამდენად სწორი საჩუქრები არჩია ჩვენთვის, ეგ თქვენ გადაწყვიტეთ. მოკლედ ესეც საჩუქრები აგირჩიეთ, გოგო, მართა შენ მინისოში და დავაამბოქსინგოთ 2 წამით და მანანა შენ გიბლიში. ვაუ. ტიგნი. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო. კაი, მართა მოდი ჯერ შენ დაამბოქსე. თუ დაამბოქსინგე და მე განყუთე. აი, განყუთე და ეგ რა განყუთე. არის? აუ, ეს ძალიან მინდოდა მეგობრებო, ეს არის, ანუ ეს აპარატი და ძალიან ბევრ ბუშტებს ვიშვა. აუ, ეს ძალიან მაგარია მართლა. ძალიან მინდოდა მართლა. საჭიქი? მოკლედ. სამგონი ხსნარის შიგნით აქვს. ის ხო, კი. და ყველა ფოდი და ეხლა ჩავხტავ. ეს გავხსნათ. ელემენტები საჭიროებს თურმე ამ რაღაც ჩართვას და ელემენტებს რო შევიძენთ, თუ გვაქვს სახში მანანამ, როგორც ვიცი. კი, ანუ ეს ჩავხტავთ. აუცილებლად აქედან გამოვა ბუშტები. წარმოიდგინეთ რომ რაღაც აქედან მომენტში აქედან გამოვა ბუშტები. წარმოიდგინეთ რომ გამოდის ბუშტები და წარმოიდგინეთ რომ გამოდის. კარგად. ჩავყოთ. ხო, ახლა კი ჩემი საჩუქარის დროა, მეგობრებო. აჰა, ჩემი საჩუქარი არის ჩემი საყვარელი წიგნი. ხო, ძალიან ბევრი რამ მასწავლა ამ წიგნმა. მაგალითად ის, რომ ბავშვობაში სხვანაირად ჩანს რაღაცები, როდესაც უყურებთ წარმატებულ ადამიანებს, გგონია, რომ ისინი უბრალოდ ესეთები დაიბადნენ, არა და ეს წიგნი გვასწავლის იმას, რომ ზუსტად ჩვენი წარმატება, ჩვენი მიზნები და ოცნებები უნდა გავწეროთ ნაბიჯ და ყველაფერი არის მიღწევადი და ამიტომაც როგორც კი გაიზრდებით ეგრევე წაიკითხეთ ეს წიგნი. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის იმედია მოგეწონათ ჩემი საჩუქარი. კი, მე ძალიან მომეწონა და მართლა საჩუქარით მომეწონა მე. ყველა ჩელენჯი შეასრულა, ხო? ყველა ჩელენჯი წარმატებით შეასრულა გელამ და ბოლოს ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. კიდევ ერთი კი უნდა გითხრა, უნდა წაგვიყვანო და გვაჭამო შენი საყვარელი საჭმელი. Let's go. რა გიყვარს ყველაზე? სუპერ. ხინკალი არის შენი საყვარელი საჭმელი? აბა ქართველი ადამიანის საყვარელი საჭმელი რა უნდა იყოს? ჩიზბურგერი? კი, ზუსტად. ხინკალი ტოპ. მარტა ცოტა არ უყვარს, მაგრამ ჩემი საყვარელი საჭმელი უნდა გაჭამოთ. კი. მადლობა თქვი რომ ხინკალია და ვებოს არ ურეკავ, ხა და ბორშს არ ვაკეთებდი. ბორში თუ ხინკალი მართა? ეს ჭორფები როდის გამოგიჩახა ჩემო პაჭარი? ახლა წავალთ ხინკლის საჭმელად. ამასაც შევთ. კაი, პირველ რიგში რას ვაკეთებთ მართვში, ეს შენი. გადმოგვაქვს არა 1, არამედ 2 ან 3 რა, იმიტომ რომ თან ერთმანეთიც არ შეცონდება ის. და თან გაცივდება. მე მინდა 2 ცალი. ძმარი. ძმარი ჩემთან აუცილებლად. და თქვენც უნდა გასინჯოთ ძმართან ერთ. ესე ვიჭერთ. გვერდზე ერთ თითს ვადებთ, აი აქ. ხო, გვერდზე და უკ ბიჭოთ პატარა ზიდიძე არ. უკ ბიჭოთ. უკ ბიჭეთ. ეხა დალია. დაოლი. კაი, ეხა ერთი კიდე ახლა ბიჭეთ. პატარაზე მოვარქმიშე და კაიო. კიდე მოაკვიშე და კიდე დალია. კაი გოგოხარ. და მე უკვე გადავედი ძმარზე. ამ ნახევარს რო შეჭამ, ძალიან უხდება ძმარი ჩემთვის რა.
ხა ძმავთ. რა ჩამიგებ და მე როგორ ცნობი დამდიდრება ყველაფერს და ისევ წვნიოს ხდი რა მეორე ნახევარს და ძმრით და თან რა ჩემთვის უხდება. ნახევარი უძმროდ მეორე ნახევარი ძმრით. საზეპიროდ. ძალიან კაია. ეს კიდევ არა არჩევენ. დღეს კიდევ ერთი კარგი რაღაც მოხდა, მართლა შეუყვარდა ხინკალი, სწორად ჭამს ვასწავლეთ იგი. და გონი დღევანდელი ჩვენი სურვილებიც ამოიწურა. ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც კიდევ გვიყურებთ. და მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, ვინც დაწერა, რომ თქვენ ძმასთან ერთად გადაიღეთ ვიდეო. კოსმიაკი. ძალიან მიყვარხართ და დროებით კიდევ უფრო მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ აუცილებლად.